ასე ხმაურიანად მოვიდა 15 იანვრის 3 საათი. დღე, რომელმაც ქართველი ხალხის ერთობა და ცვლილებებისადმი მისწრაფება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. იფიცება საქართველოს ყველა სფეროს წარმომადგენელი და ბიზნეს სექტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორი მთავარი მოთხოვნით გაერთიანდა. მოთხოვნები უცვლელია, ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ყველა უსამართლო დაპატიმრებულის გათავისუფლება. რაც პრინციპში არაფერი ახალი არ არის, ეს არის ის, რასაც მთელი ქვეყანა უმრავლესობა ვითხოვს. ვალდებულება ყველასი დაფიქსირება საკუთარი აზრის. ესეც უნდა ვისწავლოთ. არა აქვს მნიშვნელობა, რასაკვირველია დიდი ბიზნესის ჩართულობა ძალიან დიდი როლი აქვს, მაგრამ ასევე ყოველი ადამიანის ჩართვა ჩემი აზრით იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში ხდება, უმნიშვნელოვანესია. ამაზე დავიჯერებ. ჩვენ თვითონ მოსახლეობა მგონია, რომ ბევრად უფრო კარგ სახელმწიფოს ავაჭრებთ. ჩემი და ჩვენი ყველა სურვილია დავიბრუნოთ ქვეყანა და ამისთვის ვართ გარეთ. ეს ქვეყანა ჩვენ წაგვართვეს და უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ ვართ ბიზნესი, მართალია მცირე ბიზნესი, მაგრამ ბიზნესი, რომელიც ქმნის დოვლას, რომელსაც დასაქმებული ყავს ხალხი და ჩვენი ხმა რომ არ ესმით, ეს არის ძალიან სამწუხარო. მასწავლებლები, ფარმაცევტები, მაღაზიის კონსულტანტები, სტომატოლოგები, კურიერები, ლექტორები, იურისტები, მზარეულები. გაფიცულთასია გრძელია. 3 საათით საქმის კეთება შეწყვიტა ყველამ, ვისთვისაც სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება მნიშვნელოვანია. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და რა თქმა უნდა რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. ეს მოთხოვნები არ შეიცვლება და არ შეიცვლება და ჩვენც არ დავიღლებით გავაპროტესტებთ იქამდე სანამ საჭირო იქნება. სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ ბიჭებს, ვინც უსაფუცლოდ ხედან სამშობლოს სიყვარულის გამო იმეტებენ 9 წლიან და 6 წლიან და 20 წლიან სროკებზე, ასე რომ ვთქვათ რა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ციხე რო გამოსასწორებელი არ არის და ციხეში რო ეს თავის სიყვარულს სამშობლოსადმი ვერ დაივიწყებს, ეგეც ხო გასაგებია. მე თუ მკითხავ, საერთოდ საჭიროა დილის 6 საათიდან 1 წლის განმავლობაში მანამ ესენი არ წავლენ აქედან იყოს გაფიცვა. ანუ მათთვის ჰაერიც კი აღარ უნდა მოძრაობდეს. ხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს, არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა დავნებდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ და ეს მხოლოდ მცირე დინაბიჯია ამ ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისთვის. PSP ფაბრიკა სტრადა, ენერგოპროჯორჯიას ნაწილი, გასტრონომი, 8000 მოსავალი, სუპერმარკეტი ფრესკო და სხვა უამრავი მცირე თუ მსხვილი ბიზნესი. ერთი მიზნისთვის ბრძოლამ გაერთიანა. როგორც სტრადა, ასევე ორო ვიფიცებით და უერთდებით დღევანდელ გაფიცვას და ვითხოვთ, გვაქვს ჩვენ ორი კონკრეტული მოთხოვნა, რომ განთავისუფლდნენ დაკავებული პატიმრები, რომლებიც უსამართლოდ არიან ახლა ციხეში და ასევე რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. არ არის იჩუმის დრო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაოდ მოხდეს გაფიცვა, იმიტომ რომ ყველამ დაინახოს რა ძალა გვაქვს ქართულ ხალხს და რეალურად რომ ძალა არის ხალხში და არა ზოგ-ზოგი ერთების ხელში, ვინც გადაწყვიტეს რომ მიითვისონ ქართველი ხალხის ნება. ეს ერთ-ერთი ისეთი საშუალება რომ გამოვხატოთ მკაფიოდ ჩვენი აზრი და ჩვენი დამოკიდებულება ამ რეჟიმის მიმართ. ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენს საკმაოდ დიდი ისეთი ძალა შეგვიძლია შევქმნათ ამ ხალხის მეშვეობით და იმ ხალხის მეშვეობით, რომელიც 8000-ს გუნდს გააჩნია. გაიფიცა ისიც, ვისაც ოფიციალური სამსახური არ აქვს. დიასახლისი ვარ, დიდი ოჯახი მაქვს და დავით 3 საათით ასე შემოვერთდი გაფიცულებს. არ ესმით ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ხელისუფლებას ჩვენი აი აქ 47 თუ 48 დღეა უკვე. ეს ხშირად ვერა, მაგრამ მარშებზე, აქციებზე ვიღებ მონაწილეობას და ჩემი ერთი ადამიანის წვლილია შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ასეულმა კომპანიამ და დაწესებულებამ სახალხო პროტესტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას, თუმცა ამ ფაქტს მათი თანამშრომლებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საყოველთაო გაფიცვას შეერთებოდნენ. გაიფიცნენ ბანკების თანამშრომლებიც. ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანდეს საქართველოს საერთო მიზნისთვის, რაც ეხლა ხდება, არის საქართველოსთვის გადამწყვეტი გზა ევროპისკენ. ჩვენი მოთხოვნაა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, ახალი არჩევნები, განთავისუფლდეს რეჟიმის ტყვეები და აუცილებლად გჭირდება სასამართლო, იმიტომ რომ დღეს რაც ხდება საქართველოში არის განუკითხაობა და ცირკი.
საქართველოს არაერთი გაფიცვა ახსოვს. მაღაროელები, მეშახტეები, ოპერის თანამშრომლები, მეტროს მემანქანეები, წისქვილ კომბინატის მუშები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომითი უფლებებისთვის იბრძოდნენ, თუმცა ამ მასშტაბის და შინაარსის გაფიცვა რთულად გასახსენებელია. მთავარი მოთხოვნა არა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, არამედ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო. მნიშვნელობა ძალიან დიდია გაფიცვას ზოგადად. რომ ქვეყანაში ამის გამოცდილება არ არის და თითქოს ეხა ხდება, ეხა ეს ზოგადად ყველანაირად სამოქალაქო საზოგადოების შენება ხდება და ამისი ერთ-ერთი ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება დაგხვდეს შემდეგ ამის გამეორება, ესე ვფიქრობ. ჩვენი საჯარო პოზიცია დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ იგრძნოს ამ არალეგიტიმური მთავრობამ, რომ ძალა არის ხალხში. გაფიცვის ეპიცენტრი მხოლოდ თბილისი არ ყოფილა. საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ საქართველოს დიდ და პატარა ქალაქებში, დაბებში, სოფლებში. გაიფიცა ერთადერთი სახელმწიფო უწყება წალენჯიხის მერიაც. წალენჯიხი არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი, შესაბამისად ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შევუერთეთ მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნას და უერთებით საყოველთაო გაფიცვას. 300-მდე ადამიანი არის დასახიჩრებული, დაჭერილი, მოწამლული, ფაქტობრივად ყოველდღიურად უმტვრევენ ძვლებს ამ ადამიანებს. მაშინ, როდესაც სასამართლო არის ნაქცევი ოლიგარქიული რეჟიმის სასტიკი არაღად, ბუნებრივია რომ ხალხს სხვა აღარაფერი დარჩენია თუ არა გააპროტესტოს. გაფიცვაც არის ამ პროტესტის ერთ-ერთი კონსტიტუციურად აღიარებული უფლება. დავკეტეთ ჩემი სერვის ცენტრი და გამოვაკარი კიდევაც რომ ხომაც წაიკითხოს რომ რა ხდება ქვეყანაში და რომ მოვა და მობილურების სერვისი ვერ მიიღებს, უკვე დაფიქრდება რაღაცეებზე რა და მაგალითიც უნდა მივცეთ გამბედაობის ხალხს და ძალა არის ერთობაში. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სადავეები გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული ხელში სტუდენტებმა აიღეს. პირველობა არ დათმეს არც უწყვეტი ეროვნული პროტესტის დროს. სტუდენტები ის ძალა აღმოჩნდა, რომელმაც საზოგადოებას პროტესტის ახალი ფორმებით შესთავაზა. ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას საკუთარი აუდიტორიებიდან იწყებენ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ჩამონათვალია, რომლის სტუდენტებიც არალეგიტიმური ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებენ. ჩვენ შევუერთდით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების უვადო პროტესტი. ლევონე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის და იქნება პროტესტის ადგილი. პარალელურად ბათუმისა და თბილისის სამხატვრო აკადემიების, ბათუმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები შევედით ჩვენი უნივერსიტეტების ტერიტორიაზე და შევუერთდით თბილისის სახელმწიფო და თეატრალური უნივერსიტეტების სტუდენტებს. ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას და გავიფიცეთ დღეს 15 იანვარს 15 საათზე. ახლა კი სიმბოლურად ვჩებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ გადავუხვევთ ილიას გზიდან. ვუცხადეთ მხარდაჭერას ყველა იმ სტუდენტს, რომელიც იგივენაირად მოქმედებს საკუთარი საუნივერსიტეტო სივრციდან. ძალა სტუდენტების ერთობაშია. ქეთი, ამირანი, ელენე, აჩი, მომავალი იურისტები, ხელოვნებათმცოდნეები, მსახიობები და კინორეჟისორები არიან. სტუდენტებს ევროპული მომავლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, პირადი კომფორტის დათმობა, განათლებასა და მუშაობაზე უარის თქმა უწევთ. უნივერსიტეტის შენობის დაკავება და სასწავლო პროცესის შეჩერება კი მათ ხელთ არსებული ბერკეტია, რათა რეჟიმს აიძულონ, გაათავისუფლოს უკანონო პატიმრები და ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ტრენერიც ვიყავი, სწავლობდი მაღალ ქულებზე, ხოლო როდესაც დავინახე, რომ ჩემი ყოფნა არა თუ დარბაზში და სასწავლო კერაში და სახლში, არამედ ქუჩაში და პროტესტში არის საჭირო, რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე უარი ვთქვი, ბევრი რამ დავკარგე კიდევაც, მაგრამ ეს ყველაფერი მიიღდა, რადგან ვიცი, რომ ჩემი ადგილი აქ არის. ეს ყველაფერი ისეთი მიზნისკენ არის მიმართული, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაშინებს და ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად მაინც ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ეს, სადაც საჭირო იქნება. სტუდენტები, როდესაც ერთხმად მოქმედებენ, ისინი არიან ყველაზე ძლიერები, მათ ყველაზე მეტი ამ მომენტში შეუძლიათ, ჩვენ ერთმანეთს რითიც შეგვიძლია ყველაფერს შევეხმარებით. უნივერსიტეტში ცხოვრება საკმაოდ გამოწვევებით სავსე და ამავდროულად საინტერესოა. ეს არის რაღაც
უწყვეტი პროცესი, მთელი ღამის განმავლობაში მსჯელობდით ამა თუ იმ პრობლემაზე, განვიხილავდით ამა თუ იმ საკითხს და ვცდილობდით გამოსავლის გზები გვეძია. ამიტომ ეს პროცესი ძალიან საინტერესო და ამავდროულად გამოწვევებით სავსეა. როდესაც შენ სოფლიო ისტორიას გადაავლებ თვალს და დაინახავ, რომ სოფლიო ისტორიის განმავლობაში ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან მოყოლებული სტუდენტურ გაფიცვებს და აი ამ ფორმით სასწავლო პროცესის შეფერხებას, რეჟიმისთვის გარკვეული ზეწოლის მიყენებას, ხო? გარკვეული კატალიზატორის ფუნქცია აკისრია მიმდინარე მოვლენებში ცვლილებების გზაზე. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენო და მხოლოდ იმით არ უნდა დაკმაყოფილდე, რომ ლექციების შემდგომ აქციაზე წახვიდე. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ქეთი და ამირანი უკვე ერთ თვეზე მეტია სასწავლებლის შენობაში ცხოვრობენ. სახლიდან გადმოსვლა და უნივერსიტეტში ღამისთება თავიდან გაუჭირდათ, თუმცა ახალ რეჟიმთან მალევე ადაპტირდნენ. ფიქრობენ, რომ ახლა მსგავსი წინააღმდეგობის გაწევა მნიშვნელოვანია. თანატოლებისგან კი გრძნობენ დიდ მხარდაჭერას, რაც მათ ბრძოლის გაგრძელების мотиваციას აძლევს. ძალიან ბევრი პრობლემა იყო თავიდან, გაუსაძლისი იყო ეგ პირობები. მაგრამ ხო, აი ყოველი პრობლემის დროს ისეთ რაღაცას მოვიფიქრებდით, რაც ამ პრობლემას გადაჭრიდა. და ანუ აი ამ ბრძოლამ ესე ნაბიჯ-ნაბიჯ ძალიან გაგზავნა და რაც უფრო დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით, მით უფრო შედეგიანი იყო და ვიღებდით იმას, რაც ჩვენ გვინდოდა. ერთად ყოფნა გვაძლიერებს და ეგ ერთობა, რასაც ვამბობთ, რომ ძალა სტუდენტების ერთობაშია, ნუ პირველ რიგში აი ზუსტად ეგ არის, რაც მაძლევინებს და ერთმანეთის რწმენა და ეგ სიმართლე და ის მიზანი, რისთვისაც აქ ვართ. და ეგ მიზანი იმდენად ძლიერია, რომ როცა ვიცით, რომ ჩვენი მეგობრები და ამდენი უკანონოდ დაკავებული დღეს ციხეში ზის, ზუსტად ვიცით, რის გამო ვართ აქ და ანუ არც ერთი წამით არ დავნებდებით. ნებისმიერი სიცივე და რაღაცა ერთდღამიანი შიმშილობა არაფერს არ წარმოადგენს ჩვენთვის. პირიქით გვაძლიერებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ანახებს ამ სისტემის სახეს, როგორ მოქმედებს, რომ მას უნდა რომ შენ დაგასუსტოს. დღეს ანუ ვერ შევალ აუდიტორიაში და ვერ გავაგზავნებ სწავლას, იმიტომ რომ პირველ რიგში ციხეში არიან ადამიანები და მეორე რიგში ასეთ მომავალს პერსპექტივა არ აქვს. მაშინ მე ეგ უნდა ვაღიარო, რომ მე ვტოვებ ამ ხალხს ციხეში, ვაგრძელებ სწავლას, ხელში მეჭირება დიპლომი, რომელსაც ამ უნივერსიტეტის სამარცხვინო რექტორი ხელს მოაწერს და ანუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებ, რომელსაც ევროპული მომავალი საერთოდ არ ექნება და ანუ ამოვიკეტებით რეპრესიებში, გაზრდილ კრიმინალში და ყველაფერ უბედურებაში. თითქოს ჩემი საქმიანობა გარეთ როდესაც დამთავრდა, ეს ადგილი აღმოჩნდა და რაღაც პლატფორმი, საიდანაც ჩვენს და ჩემს აზრებს უფრო მეტად გავაუწოდით ხალხში და შეუნარჩუნებდით აქციას მუხტს, ასე რომ ვთქვათ, და პროტესტს მუხტს. თავში ბოლო რამოდენიმე წლის, ასეც ვთქვი, 2 წლის განმავლობაში თავში ეგ ცირკულირებს, რომ ვერც კი ხდებიან, როგორ ბადებენ ახალ საქართველოს. ეგეთი შავერტები მოქრო, გუში როგორებიც უკავით, ყოველდღე უფრო და უფრო ძლიერები ხდებით და ეს ხანძლივი პროცესი არ დაგვანგრევს, პირიქით გაგვაძლიერებს და მაგარ საფუძველს გვიყენს, რომ რაღაც სერიოზული დავაშენოთ ამ ყველაფერს. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნას. იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც ახლა ამ წამს საქართველოში ხდება, ჩემნაირი ახალგაზრდები ვერ ახერხებენ, რომ მობილიზებული იყვნენ სწავლისკენ. და ამ წამს მე ვერ ვხედავ იმ როგორ ვთქვა რეალობას, სადაც ჩემი გონება უფრო მეტად მოწყობილი იქნება სწავლაზე, ვიდრე პირიქით. თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. არც თვითონ ივიწყებენ და არც თეატრალური უნივერსიტეტის წინ ჩავლილ მოქალაქეებს არ აძლევენ ივანიშვილის რეჟიმის ტყვეების არსებობის დავიწყების საშუალებას. ყოველდღე დგებიან უნივერსიტეტის წინ და აცხადებენ იმ პატიმრების სახელებს, რომლებიც თვით გამოცხადებული მთავრობის სურვილითა და სასამართლოს ხელით საპყრობილეში ყავთ გამოკეტილი. ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, გიორგი კუჭუაშვილი, დავით კოლდარი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი. 15 იანვრის ერთსულოვანმა გამაფრთხილებელმა გაფიცვამ გვაჩვენა, რომ უკანონო დაკავებების, დაჯარიმებების და ადამიანების დევნის მიუხედავად ივანიშვილმა ვეღარ შეძლო საქართველოს მოსახლეობის დაშინება. ამჯერად ობიექტები ისევ გაიხსნა, ხალხი დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, თუმცა პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე არ წყდება.